ხობმა ჭადრაკში რაიონულ პირველობას უმასპინძლა გამარჯვებულები უკვე გამოვლენილია საპრიზო ადგილების მფლობელების სამეგრელო ზემოსვანეთის ჭადრაკის ფედერაციისა და სპორტის სამსახურის წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს. ხობში ჭადრაკში რაიონული პირველობა გოგონათა და ჭაბუკთა შორის დასრულებულია. შეჯიბრი წრიული სისტემით გაიმართა. იგი 2 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასში 5-დან 18 წლამდე ასაკის 30-მდე მოჭადრაკე ასპარეზობდა. ხობის რაიონს საკმაოდ დიდი ტრადიციები აქვს ჭადრაკის, აქ გაზრდილია საკმაოდ მაღალი დონის მოჭადრაკეები, საკმარისია დავასახელოს ჟურაბ ტყებუჩა, რომელიც საერთაშორისო ოსტატია და დღესაც სასიხარულოა, რომ ამ ქალაქში გრძელდება ეს ტრადიცია, ტარდება ტურნირები, მოჭადრაკეები ამ რაიონის სისტემატურად მონაწილეობენ საქართველოს ჩემპიონატებზე და სხვა მნიშვნელოვან ტურნირებზე და მინდა ვუსურვო მათ წარმატებები. შეხვედრები როგორც ინდივიდუალურში, ასევე გუნდურში გაიმართა. პირველობა სპორტის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა. კონკურენცია იყო ძალიან მაღალი და უპირველეს ყოვლისა სასიხარულო ფაქტია, რომ ტურნირის გეოგრაფია გაფართოვდა. ნაწილთა შორის იყო 8 მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი და 5 მათგანმა საპრიზო ადგილს უწიეს. არის ძალიან კარგი შედეგი, ფიქრობ და იმაზე მიუთითებს, რომ რაიონში არა მარტო ქალაქში, არამედ სოფლებშიც ჭადრაკის დონე ნენელა იწევს. გოგონათა შორის პირველი ადგილი 13 ქულით მარიამ ჭაჭიემ დაიკავა. მეორე ადგილზე 6 ქულით ქეთევან კანკია გავიდა. ვაჟთა შორის პირველი ადგილის მფლობელი ლუკა შამუგია გახდა, ხოლო მეორე ადგილი ამირან შონიამ დაიკავა. გუნდურში პირველი ადგილი მეორე საჯარო სკოლის გუნდს ერგო. მონაწილეობდნენ სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები. ამ ტურნირი ჩატარდა წრიული სისტემით. ამ ტურნირში გამოვლინდა საუკეთესო სკოლა დაჯილდოვდნენ ბავშვები, როგორც პირადში, ასევე გუნდურ ადგილებში. ამ ტურნირის შესაძლებლობიდან დავიკავე 7-დან 7 და გავედი პირველ ადგილზე გოგონათა შორის. მე მონაწილეობდი ხობის რაიონულ ტურნირზე და 13 შეხვედრიდან 12 შეხვედრა მოვიგე და ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგეები იყვნენ. გამარჯვებულები სამეგრელოს ჭადრაკის ფედერაციისა და სპორტის სამსახურის წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს.